ჟესტის მარშია დღეს მეგობრებო, რომელიც ეძღვნება ქვეყნიდან საქართველოს წასვლას, მასობრივ მიგრაციას, რომელსაც ახორციელებს ეს რუსული კოწმანდა. ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად. ბორია რუსი, რომელიც დესანტირებული არის მოსკოვიდან, ხრუშჩოვს უსლოვის გეგმის განსახორციელებლად. ამას ქვია საქართველოს ქართველების გარეშე. აი რაზეც ოცნებობდა ნიკიტა ხრუშჩოვი და ის უსლოვის სულაძაღლებული. ამას აკეთებს დღეს ივანიშვილი. ფიზიკური ტერორით, მორალური ტერორით, ნარკომაფიის შესევით ბავშვებისთვის, დავით ბიზნესის დაწიოკებით, დატყავებით და ყველა იმ უბედურებით, რუსული კანონებით და ასე შემდეგ, რომ მაქსიმალურად შეძღუდოს აქ ქართველი ერისთვის სასიცოცხლო სივრცე და მართლმაგივრად ჩამოათესლოს უცხო ტომელები. სტატისტიკა თვითონ ხელისუფლების მიერ არის გაჟღერებული. კობახიძემ განაცხადა, რომ 300,000 კაცი არის წასული საქართველოდან და დაახლოებით ამდენივე 300,000 ჩამოსახლებული. 60,000 ვინა გავყიდეთო, ღია თქვა კობახიძემ და მერე რაო. 60,000 ვინის გაყიდვა ნიშნავს მაქსიმუმ, მინიმუმ კაცო 3-4 ადამიანის ცნობინაში ჩამოტესლებას, მათთვის ბინადრობის უფლების მიცემას გაყიდული ფართობის ნაცვლად. აი ასე კოწმაფია პირდაპირ მნიშვნელობით ყიდის სამშობლოს ბინების ნაცვლად აძლევს მათ ბინადრობის უფლებას. ასე გაგრძელება კატასტროფული იქნება, მით უმეტეს ის, რომ ჩვენ დემოგრაფიულად მომაკვდავიერი ვართ. უკვე მეოთხე წელია ზედიზედ შობადობა ნაკლებია სიკვდილიანობაზე, უფრო ნაკლები იბადება, ვიდრე კვდება და ეს შეუქცევადი პროცესი არის. და ბორი ამას აკეთებს. მეტი ქართველი წავა, მეტ არაქართველი შემოიყვანს, მერე იმათ დაუგრიგებს მოქალაქეობას, მიაღებინებს არჩევნებში მონაწილეობას და არც არავინ არ გასცემს ხმას ზედმეტად. ახლა პაკისტანელი და ინდუელი და რა ვიცი, აზია-აფრიკის საბომჟეთი რო ჩამოტესლდება აქ და მოქალაქეობას დაურიგებს იმას ივანაშვილი. ისინი ძალიან ლოიალური მოქალაქეები იქნებიან, არჩევნებზეც მივლენ და ყოველთვის მაყოფილი იქნებიან იმისა, რომ აქ თავიანთი რაღაც უბედურებიდან აქ ჩამოათესლეს ამ სამოთხეში. აი მოკლედ ასეთი ვითარება აქვს. ჩვენ უკვე პირდაპირ მნიშვნელობით კარგად ვიცით და არაბული ქალაქების გაშენების შესახებ. ამაზე კიდე მე ცალკე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ შეიქმნა აქ საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც 12 სექტემბრისთვის ტანისის დღეს ამ გამოსვლას მარშის ჩატარებას გეგმავს. შეიქმნა ასევე პეტიცია, რომელზეც ხდება ხელმოწერები, რომ შეუერთდეს ხალხი არაბული ქალაქების მშენებლობის ხელშეკრულების გაუქმებას და უნდა ვიბრძოლოთ მეგობრებო, აბა სხვანაირად ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შერწყება ბორია ივანაშვილის და თავისით წავა ხელისუფლებიდან არ წავა. რაც უფრო მეტად ვიბრძოლებ ჩვენ და შესაბამისად აქედან გამომდინარე უფრო დიდი იქნება ზეწოლა დასავლეთიდან, არამედ დასავლეთიდან ზეწოლა იქნება სანქციები, როგორც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ისე დაასანქცირებენ ამ კოწმანდას. და ვიცი, გამორიცხული არ არის, რომ საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდანაც კი ჩახსან ბოლოს და ემიგრანტების ის ფული, რომელთაც ცოცხლობს საქართველოს. წელიწადში 4 მილიარდი დოლარია ეს, დაახლოებით მარტივად 10 მილიარდი ლარი. მაშინ როცა საქართველოს ბიუჯეტი არის 26-27 მილიარდი ლარი, ეს კატასტროფა იქნება საქართველოსთვის. და ეს რომ არ დადგეს, ამისათვის საჭიროა ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იბრძოლოს თავისი შვილების მომავლისთვის ელემენტარულად, ხო? ხედავთ რა ხდება ქვეყანაში. ნარკომაფია ჟლიტავს პირდაპირ მნიშვნელობით მასობრივად ჩვენს გენოფონდს. ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართულია ნარკობარიგობაში. პირდაპირ ქალაქის შუაგულში, ცენტრში
გამოკრული არის ნარკობარიგების სარეკლამო მისამართები, წყლებზე წერია. ამას დავუმატეთ ისე, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართულია კოლ-ცენტრების მაფიაში, საერთაშორისო კრიმინალური დანაშაულიეს, ვინც არის ის ძარცვავენ ამერიკელ და ევროპელ პენსიონერებს და ასე. სპობს პირდაპირ მნიშვნელობით ქვეყანას, ბორი ევანაშვილი. ჩვენი დუმილის პირობებში. და ჩვენ რაზე ვდუმოვართ? ვდუმოვართ, როცა გვიუბედურებენ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს და საერთოდ ჩვენს მომავალს. ასე რომ გაავცელეთ ეს ვიდეო ბერმა ადამიანმა ახლოს და ბრძოლა ბოლომდე. ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენ თუ არ ვიძულეთ თავისუფლებისათვის არაფერი გამოვა. იხარეთ და იმრავლეთ.